ოლიგარქის მთავრობა ვიზა ლიბერალიზაციის წინააღმდეგ რეჟიმმა ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის კრიტიკა დაიწყო. ახალი პროპაგანდისტული გზავნილი ისაა, რომ თითქოს პრივილეგია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები 2017 წლიდან სარგებლობენ მიგრაციას ახალისებს. რატომ გარბიან რეალურად მოქალაქეები ქვეყნიდან? ივანიშვილის მთავრობა არაფერს ამბობს უმუშევრობაზე, სიდუხჭირეზე, განუკითხაობაზე, რომელიც ქვეყანაშია და სახელმწიფოს მიტაცების ფონზე ადამიანის უფლებების გაუქმებაზე. რეჟიმის კიდევ ერთი დეზინფორმაციული გზავნილი ისაა, რომ ვიზა ლიბერალიზაციას ეკონომიკაზე გავლენა არ აქვს. ანალიტიკოსები კი განმარტავენ, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას დაემშვიდობებიან, ეს ქვეყნის რეპუტაციასაც მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს. ზურა პეტროსიანი აგრძელებს თემაზე შეფასებებით საუბარს. ლუკა, როგორც ჩანს, პროპაგანდა უკმაყოფილოა იმ შედეგით, რომელიც ერთკვირიანმა საუბარმა მოიტანა, რომ ვიზა ლიბერალიზაციასა და ოჯახურ ღირებულებებს შორის დგას არჩევანი ქვეყანაში და ახლა მეორე დარტყმა პროპაგანდა მიიტანა სწორედ ეკონომიკაზე, ტურიზმზე და მიგრაციაზე. გუშინ აი ამ პროპაგანდის ავანგარდში ჩადგა ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მისმა გუშინელმა განცხადებამ ბევრს გაახსენა ოლიგარქ ივანიშვილის 2019 წლის განცხადება, როდესაც მან ფაქტობრივად მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ დატოვონ ქვეყანა, ვინაიდან ოლიგარქი ამბობდა, რომ ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში საქართველოში ვერ შეიქმნება იმდენი სამუშაო ადგილი და ეკონომიკა, რომელიც შეძლებს სწორედ დააკმაყოფილოს ყველა მოქალაქე. ამიტომ ის მოუწოდებდა, რომ მოქალაქეები წასულიყვნენ სამუშაოდ გერმანიაში განსაკუთრებით, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. რა შეიცვალა ახლა? ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ როდესაც საქართველოს რეალურად დაუდგა ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივა, აი ახლა უკვე ოლიგარქის გუნდი პირიქით ამბობს, რომ ვიზა ლიბერალიზაციას არანაირი გავლენა არ აქვს ეკონომიკაზე და მეტიც უწყობს მოსახლეობის გადინებას ქვეყნიდან. ის რომ ეს ტყუილი ამას ადასტურებს მათ შორის ის სტატისტიკაც, რომელსაც თავად ოლიგარქის გუნდში და გუნდს დაქვემდებარებული საქსტატი აქვეყნებს და მაყურებელს მინდა გავესწრომ მხოლოდ ორი მონაცემი, რომელიც ტურიზმს უკავშირდება და მეორე გზავნილებს. როგორ შეიცვალა ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი 2017 წლის შემდეგ და რა არის ახლა? მაგალითად, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო სწორედ ვიზა ლიბერალიზაცია, პირველივე წელს ევროკავშირიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო კოვიდამდე პერიოდში, პანდემიამდე პერიოდში 2019 წელს, როდესაც 9 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირიდან და ეს რიცხვი ფაქტობრივად ახლაც არის აი ამის ანალოგიური. მეორე მაჩვენებელი არის თუ რა ფულს ხარჯავენ ტურისტები და რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს საქართველოს ეკონომიკაზე და ტურიზმის განვითარებაზე. 2017 წელს მაგალითად ეს რიცხვი იყო 2.7 მილიარდი დოლარი, ხოლო შემდეგ ყოველწლიურად იზრდებოდა, მაგალითად 2018 წელს 3.2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს ევროკავშირიდან შემოსულმა ტურისტებმა ჩვენს ქვეყანაში. და მეორე მონაცემი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს, შეეხება იმ ფულად გზავნილებს, რომელიც ყოველწლიურად ირიცხება ჩვენს ქვეყანაში ადამიანებისაგან, რომლებიც წასული არიან ლეგალურად სამუშაოდ სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად 2016 წელს, სანამ ჩვენ მივიღებდით ვიზა ლიბერალიზაციას, გზავნილების რაოდენობა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან იყო 352 მილიონი დოლარი, რაც შეეხება 2024 წელს, ანუ შარშან, უკვე მაშინ როდესაც ჰქონდა ვიზა ლიბერალიზაცია, ეს რიცხვი არის 1.451 მილიონი დოლარი. ის რომ ეს ყველაფერი ნამდვილად არის ასახული ეკონომიკაში, ამას როგორც ვთქვით, თავად სტატისტიკას აქვეყნებს, რაც შეეხება კობახიძის მიერ გუშინ ნათქვამ განცხადებას, ცხადია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდაა. ივანიშვილმა თავის დროზე გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს ვერ შექმნიდა ისეთ ეკონომიკურ დოვლათს, რომ აქ ყველა დასაქმებული ყოფილიყო. ამიტომ ბაზრების თავისუფლებამ, როგორც თავად თვლის, მოუტანა ქვეყანას ის საშუალება, რომ ქართველებს შეეძლოთ დაეტოვებინათ საქართველოს და ემუშაოთ ევროპის ტერიტორიაზე. და დღეს, როცა ეს ამბავი რეალური არის, ქართულ ოცნებას შეექმნა საფრთხე საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირში დასაქმებული ადამიანები, მათ შორის ოჯახის წევრები, ნებისმიერ ქართველის თვითო ოჯახში არსებობს ერთი ადამიანი, ვინც ევროპაში მუშაობს. გადმორიცხვები ევროპიდან არის მილიონები და მილიარდებზე საუბარი. ანუ ყოველთვიურად საქართველოში შემოდის უამრავი თანხა, რომელიც აცოცხლებს ეკონომიკას. როდესაც არის თავისუფალი მიმოსვლა, არის შესაძლებლობა ეკონომიკის განვითარებისა, არის შესაძლებლობა ინვესტიციების მოზიდვისა. მაგრამ ივანიშვილის ბანდას პუტინის გეგმის მიხედვით არ აინტერესებს ეს ყველაფერი. ივანიშვილის და მისი მოღალატეთა ბანდის ამოცანა, რაც არის, კარგად დავინახეთ, ხო? არ მოგწონთო, ივანიშვილმა უთხრა ხალხს, აგერ არის იაფი ბილეთები და გაფრინდით კოპიტნარის აეროპორტიდანო და სწორედ ეს ხდება.
საქართველო დაიცალა ქართველებისგან. აღარ ჩამოვიდნენ საქართველოში ინვესტორები, არ ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ საქართველოს რეპუტაცია ილახება. ქართული ოცნება არ ყოყმანობს და სასწორზე აგდებს იმ მონაპოვარს, რომელსაც ქვია ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ამას აკეთებს საკუთარი ძალაუფლების და აი იმ კორუფციული მონაპოვარის შენარჩუნების მიზნით, რასაც ყველანი ვხედავთ. მეორე მხრივ, ევროპა იმდენად უფრთხილდება ქართული ხალხისთვის აი იმ უძვირფასი საკითხს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჯერ კიდევ არ აქვს გამოტანილი გადაწყვეტილება ამ თემაზე, მათ არ უნდათ რომ ქართველი ადამიანების ინტერესები შეილახოს, მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ქვეყანას დაეპატრონა უცხო ძალა, რომელიც ამ ქვეყანას აშორებს ევროპას რუსეთის სასარგებლოდ. ქართული ოცნების პოლიტიკის გამო რომ ვიზა ლიბერალიზაცია საფრთხის წინაშე დგას, ეს ისედაც ვიცით და ვადა ქართულ ოცნებას აქვს მიცემული 31 აგვისტომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე ეს მექანიზმი დიდი ალბათობით ამოქმედებული იქნება, რასაც არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლის შეჩერება, არამედ ეკონომიკური ზარალის მოყვება ქვეყნის და რა თქმა უნდა სამუშაო ადგილების, რომლებიც ასევე იქნება უკვე შეზღუდული და საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ლეგალურად მათ შორის 3 თვით წასვლას იმისთვის რომ დასაქმდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.